Mr. Glauber and Mr. Pizzula, and also that in particular, I think President Govina to add to following to take the floor, it's celebrating to take our guests, the guests of Georgia. Thank you first of all for the security situation of my country. Talking here without getting from the European Union shining institutions. Final statement from the Parliament that obviously is not in line with the Association Committee, and it's when it comes to ევროკავშირის პარლამენტის თავდაცვის უსაფრთხოების კომიტეტის ხდომა მიეძღვნა დღეს საქართველოს საკითხის განხილვას. ქონდა ძალიან საინტერესო საკომიტეტო მოსმენა, სადაც პრინციპში სრულად გავიარეთ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით, როგორც სამეზობლო პოლიტიკის, ასევე CSDP-ში, ანუ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის თემატიკა, საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს მათ ჩვენგან და ის დღის წესრიგი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს ევროკავშირთან მიმართებაში. დეპუტატების ძალიან საინტერესო კომენტარები იყო, ძალიან საინტერესო რეკომენდაციები, გამოსვლები, ძირითადად ბუნებრივია ეს არც მოულოდნელი ყოფილა ჩვენთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე მნიშვნელოვანია, რომ ცალსახად მოვისმინოთ უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტში აქვს, მხარდაჭერა იმ პოლიტიკური კურსის, იმ რეფორმების, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის თვალსაზრისით. ამის შემდეგ ჰქონდა ჩვენ შეხვედრა ევროპარლამენტში სახალხო პარტიის, ანუ ცნობილი IPP-ის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ლატვიელ დეპუტატთან, რომელთანაც ასევე ძირითადად სწორედ ინტეგრაციის თემები გავიარეთ და საკითხები, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე აქვს გადასალახი. ამ დროს ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოსვლება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინაიდან მათ ნაბიჯ გაიარეს ის გზა, რომელზეც ახლა ჩვენ დღეს ვდგავართ. თუმცა ყოველი შეხვედრა მათთან, დეპუტატებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან არის ერთის მხრივ სასწავლო, სარეკომენდაციო და მეორეს მხრივ უზარმაზარი მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რომ როცა ჩვენ ბრიუსელში არ ვართ და ასეთი შეხვედრები ბევრია, როდესაც ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ვართ. აქ არიან ჩვენი მეგობრები, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს მისწრაფებებს იცავენ, ჩვენს ამოცანებზე საუბრობენ და ჩვენს რისკებზე ეძებენ პასუხებს. საკმაოდ ინფორმაციული ბრიფინგი ჰქონდა უსაფრთხოებისა და სამხედრო ასპექტებზე, საქართველოს პოლიტიკასა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქმედებათა სამსახურის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ასევე განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. ვაფასებთ საქართველოს წვლილს. შესაძლებლობა ჰქონდა მოგვესმინა მინისტრის შეფასებისთვის საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ. თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპარლამენტის ურთიერთობას. ჩვენთვის დიდი პატივია დღეს ევროპარლამენტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მასპინძლობა. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმ გახსნილი ურთიერთობის, რომელიც საქართველოს მთავრობას ევროკავშირის პარლამენტთან აკავშირებს. ეს არის მუშაობის ჯანსაღი წესი. ევროკავშირის პარლამენტის საშუალებით მსგავსი შეხვედრები საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. პარლამენტებს შორის დიალოგი სამოუალო ურთიერთობებისთვის აუცილებელია. ასე რომ მივესალმები თავდაცვის მინისტრის მიდგომას, რომელიც მან დღეს ევროპულ პარლამენტში წარგვიდგინა.